რა არის ტრიქინელოზი, რა გზით შეიძლება დაემართოს დაავადება ადამიანს, როგორ ავირიდოთ რისკები და რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას. Ამ საკითხებზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ მედია ჰოლდინგ კვირას პრეს-კლუბში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ეს არ არის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაავადება, შეხებით ან აირწვეთოვანი გზით რომ გადადიოდეს. ის მხოლოდ დაავადებული ხორცის მიღებით გადადის. სპეციალისტმა მოსახლეობისთვის რამდენიმე რეკომენდაცია გასცა. შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 27 იანვარს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. საკმაოდ რთული და საკმაოდ საშიში დაავადებაა, გარდა იმისა, რომ თუ სწორად არ მოიქცევით, ეს პირველ რიგში ეხებათ ფერმერებს, ვისაც ღორები ყავს და რა თქმა უნდა იმ ხალხს და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ღორის ხორცს შეიძენს და მონადირეებსაც. ღორი გახლავთ უპირველესი ასე ვთქვათ, დამასნებოვანებელი ადამიანისთვის. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც აი მონადირეებს დათვისგან ან მაჩვისგანაც გადადებიათ და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში ცხენი არ არის ჩვენი სასურსათო მოხმარების, თუმცა არის ქვეყნები, სადაც ცხენიდანაც კი ავადდებიან, ცხენსაც ემართება ეს. ემართება იმიტომ, რომ და უპირველესი პრობლემა რაც გახლავთ, ეს არის ექსტენსიური, ანუ ღორები იზრდებიან ისეთ პირობებში, როდესაც მათ თავისუფლად შეუძლიათ მიირთვან ტრიქინელოზით დაავადებული მღრღნელები. სწორედ მღრღნელები გახლავენ ის ძირითადი რეზერვუარი, რომელიც დაავადების გავრცელებას უწყობენ ხელს. რა თქმა უნდა, ეს დახურულ მეურნეობაშიც შეიძლება, თუმცა ეს გაცილებით უფრო ნაკლები ალბათობა და იქ დერატიზაციაც ხდება და შესაბამისად შემთხვევით შეიძლება ნაკლები იყოს, თუმცა როდესაც ღორი გაშვებული ყავს გარეთ, ამ დროს ძალიან დიდი ალბათობაა, რომ სანაგვეზე ან ტყეში მათმა მიირთვან ლეში ან ლეში რომელიმე მღრღნელის. ერთადერთი და მთავარი გამოსავალი არის ის, რომ ხორცი აუცილებლად უნდა შევიძინოთ სუპერმარკეტებში, აუცილებლად უნდა შევიძინოთ იმ ადგილებში, სადაც პირობებია დაცული, რაც იმას ნიშნავს აპრიორი, რომ ხორცი არის მიღებული სასაკლაოდან. ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ ხორცი, რომელსაც ყიდულობთ, ის პოტენციურად შეიძლება ძალიან მავნებელი იყო ადამიანისთვის და თუ კლავთ ცხოველს სახლში, მაშინ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ რა, რომ ან ძირითადად ეს დიაფრაგმის ფეხებს ეძახიან და რამოდენიმე ნაწილი უნდა წავუღოთ ვეტერინარ შესამოწმებლად, ან, რა ვიცი, უნდა არსებობდეს, უნდა ვთხოვოთ ვეტერინარს, რომ მოვიდეს და შეგვიმოწმოს ხორცი. თუმცა ისევ და ისევ ხაზგასმით ვამბობ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ახარ დაცული, როდესაც ცხოველის დაკლა და არა მარტო ღორის ხდება ვეტერინარული ზედამხედველობის